საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 სტუდენტი გუშინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაჯილდოვდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან მათ სერტიფიკატები გადაეცათ და თითოეულ მათგანს მწვანე ელჩის წოდება მიენიჭა. ლიტერატურული კონკურსი ერთი თვის წინ დაიწყო. ველური ბუნება ჩემი აზროვნების თავისუფლება. ამ სახელწოდებით დაწერეს ახალგაზრდებმა თემები ნაკრძალის ტერიტორიაზე. თავიდან იყო შესარჩევი კონკურსი, როდესაც სტუდენტებს უნდა გამოეგზავნათ მითითებულ იმეილზე თავიანთი ნამუშევრები, რის მიხედვითაც შეირჩა 15 სტუდენტი. შემდეგი ეტაპი უკვე იყო შერჩეული სტუდენტები ჩამოყვანა ბორჯომში, გაცნობა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და უშუალოდ ველურ ბუნებაში მათი გაყვანა. მათ მიეცათ 3 საათი, რომ შეექმნათ ნამუშევრები. სლოგანი იყო ველური ბუნება, ჩემი აზროვნების თავისუფლება. ამ სლოგანის ქვეშ მათ უნდა დაეწერათ ნებისმიერ სიდიდის და ფორმატის ნაწარმოები. ნაწარმოებები შეიქმნა. სტუდენტების ნამუშევრებს ჟიურის წევრები აფასებდნენ. შესაბამისად მოხდა მათი ფავორიტის გამოვლენაც. ეს იყო ანა ლაზვიაშვილი, მოთხრობით გადასახლება და პირადად ჩემთვის აქ იყო ძალიან საინტერესო ორი მომენტის თანხმედრა. ეს იყო უდაო ლიტერატურული ღირებულება თვითონ ამ მოთხრობის, ხო? იმიტომ რომ ჟიური იყო ძალიან ერთსულოვანი ამ შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით. და მეორე ის თუ როგორ იყო დანახული თვითონ ასე ვთქვათ, ბუნებასთან დაბრუნების პროცესი. მე გავხდი ჟიურის რჩეული და მათ კიდევ განსაკუთრებული მადლობა მივცადე, რომ მხატვრულ სტილში დამეწერა ამ იდეის შესახებ და შემდგომ რაღაც პატარა მოთხრობა. როგორც ჩანს, ჟიურის მოეწყნა ეს. ასევე გამოვლინდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს რჩეული. მათი ფავორიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკატერინე ფანქველაშვილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა 15-ვე მონაწილე არის ფაქტურად გამარჯვებული და მწვანე ელჩის წოდება მიენიჭათ კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ გვყავდა განსაკუთრებული რჩეული. ეს გახლავთ ეკო ფანქველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. განსაკუთრებით გამოირჩეოდა იმით, რომ მის თემაში იყო ძიება გარემოს დაცვით ისეთი კუთხით და ეძებდა ასე ვთქვათ მზრუნვალ ადამიანს, რომელიც დაიცავდა ბუნებას. ლიტერატურულად იყო მნიშვნელოვანი ჩემი ნაწარმოები და ერთი-ორად და ერთი ასათი ზრდება ჩემი თავდაჯერებულება იმაში, რომ შემიძლია რაღაც შევცვალო და გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი კალამი ენერგი იქნება. ეს ენერგი, რომელიც მომავალში ნაყოფს გამოიღებს, კარგ ნაყოფს და ქვეყანას რაღაცა შესწენს. კიდევ ერთი გამარჯვებული კი სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით გამოვლინდა. საუკეთესო თემის ავტორი ინტერნეტ მომხმარებლებმა შეარჩიეს. ყველაზე მეტი მოწონება სალომე თვალის ნამუშევარმა დაიმსახურა. ჩემი ესე უკავშირდება თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებას ბუნებასთან და ბუნების როლს თანამედროვე საზოგადოებაში, ანუ არის თუ არა დანაკლისი და ასე შემდეგ. ველოდი გამარჯვებას, არ ველოდი, იმიტომ რომ ლაიქების ეს რამე არის, რომ 100% დაწნებული ვერ იქნები, მაგრამ ჩემი სამი ოჯახის წევრები ჩაერთნენ და დამირეკეს გამოკვირდა. მაგრამ ასე მოხდა, რომ გავიმარჯვე და მიხარია ძალიან. რამდენი ლაიქი დაიმსახურა? 1240 აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის ბოლოს გამოიცა ჟურნალი მწვანე ელჩი. აქ 15-ვე სტუდენტის ნამუშევარი დაიბეჭდა. თითოეულ ამ უნივერსიტეტში გავრცელდება ეს ჟურნალები, რომელსაც თვითონ ეს ჩვენი მწვანე ელჩები გავრცელებენ, ასევე გავრცელდება ბიბლიოთეკებში, საჯარო ბიბლიოთეკაში თბილისში, რა თქმა უნდა, ბორჯომის ბიბლიოთეკაშიც მივედით და ანუ მიზნობრივ ჯგუფებში, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებში. კონკურსის ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდებში და სტუდენტებში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და მგზნობების გაღვიძება, რასაც ქვია ბუნების დაცვა და მათი უშუალოდ ჩართვა ამ საქმიანობაში. მინდა გითხრათ, რომ თლიანად პროექტმა საკმაოდ გაამართლა და შეიძლება ითქვას, რომ მოლოდისაც გადააჭარბა. შემდგომში ეს ბავშვები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული გარემოს დაცვით აქტივობებში, დაკავშირებული რაც იქნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან.